რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო აქტივისტი თამარ მიარაყიშვილი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. ადვოკატი ალან ბაზდაევი მედიას ეუბნება, რომ მიარაყიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მან 10 კილოგრამი დაიკლო და უარს ამბობს არა მხოლოდ საკვებზე, არამედ წყალსა და მედიკამენტებზეც. როგორც ადვოკატი აცხადებს, თამარ მიარაყიშვილს იზოლატორის ექიმები მეთვალყურეობენ და შიმშილობის შეწყვეტას თხოვენ, თუმცა ის კატეგორიულ უარზია. სამოქალაქო აქტივისტის მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ ქალი პოლიტიკოსების ნაწილი. საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების პირობებში საქართველოს მთავრობა ყველაფერს უნდა აკეთებდეს თამარ მიარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. თუმცა მათივე თქმით, საზოგადოებისთვის ამ დრომდე არ არის ცნობილი თუ რას აკეთებს ქმედიც ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. თამარი წლები აიცავს ადამიანის უფლებებს ოკუპირებულ ცხინვალში და ის არის ქართველი მებრძოლი ქალის სიმბოლო. მისი ჟურნალისტური საქმიანობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ადამიანის უფლებებისთვის გაწეული შრომა არის საყოველთაოდ აღიარებული. ჩვენ გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა მიემართა პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის, რაც მშრალ შიმშილობაში გამოიხატება. ცნობილია, რომ ის უარს ამბობს არა მხოლოდ საკვებზე, არამედ წყალსა და მედიკამენტებზეც. ლეგიტიმური ხელისუფლების პირობებში საქართველოს მთავრობა ყველაფერს უნდა აკეთებდეს თამარ მიარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. მათ შორის უნდა მიმართავდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე დასავლელ თანათავმჯდომარეებს, ასევე იყენებდეს სხვა საერთაშორისო მექანიზმებს. თუმცა საზოგადოებისთვის ამ დრომდე არ არის ცნობილი თუ რას აკეთებს ქმედიც ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამისთვის. მათი უმოქმედობა მეტად თვალშისაცემია ვიდრე მუშაობა. მოვუწოდებთ გაავრცელონ საჯარო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და გამოიყენონ ყველა საერთაშორისო მექანიზმი მისი მონიტორინგისთვის. თავისუფლება თამარ მიარაყიშვილს. თამარ მიარაყიშვილის დაკავებას ეხმიანება სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და დე-ფაქტო ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს. სახალხო დამცველი მიარაყიშვილის დაკავებას უფლებადამცველის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს. საქართველოს მოქალაქეს საოკუპაციო რეჟიმის სასამართლო მორთვიანი წინასწარი პატიმრობა 24 დეკემბერს შეუფარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქტივისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე ეგრეთ წოდებული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა სტრატეგიული ობიექტი შენიშნეს. მიარაყიშვილს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. ეგრეთ წოდებული სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა. დარბაზში არც ჟურნალისტები შეუშვეს და არც მისი ახლობლები. მიარაყიშვილს არ მიეცა მშობლების ნახვის საშუალება. აქტივისტი ქალის ადვოკატს ხელი გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მიარაყიშვილი ბრალდებას უარყოფს. გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის გამომძიებლებმა აქტივისტი ქალის სახლიდან წერილები, დისკები, საოჯახო ფოტოები და სიგელები ამოიღეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ქართველი აქტივისტის საქმეზე ცხელი ხაზი აქვს ამოქმედებული, რაც ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს.